თუ 10 ადამიანს კითხავთ, რა არის საუკეთესო გულისთვის სასარგებლო დიეტა, 10 განსხვავებული პასუხი მიიღებთ. ვიღაც იტყვის, რომ უნდა ამოიღოთ ნახშირწყლები, ან გააკეთოთ კეტო, ან კარნივორი. სხვა ადამიანი იტყვის, რომ უნდა მოერიდოთ ხორცს და გახდეთ ვეგანი. შემდეგ არის ხმელთაშუაზღვიური, დაში, პალეო. მაგრამ მედიცინაში 10 წელზე მეტი პრაქტიკისა და პაციენტებისთვის საკვების, როგორც წამლის გამოყენების დახმარების შემდეგ, რაც ვიპოვე იყო, რომ დიეტის დანიშვნა ხშირად არ არის იმდენად სასარგებლო, რადგან ბევრ ადამიანს არ შეუძლია მიჰყვეს ძალიან შეზღუდულ გეგმას. და არც ერთი იმ დიეტებიდან არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვერ დარჩებით მათზე. ამიტომ ჩემი აზრით, საკვების გეგმის დაცვა, რომელიც მხოლოდ 70%-ით კარგია, მაგრამ რომელსაც შეგვიძლია მიყვეთ სიცოცხლის ბოლომდე, გაცილებით უკეთესია ვიდრე რაღაც, რომელიც 100%-ით კარგია, მაგრამ მხოლოდ 6 თვეს შეგვიძლია დავიცვათ. მიზანი არ არის შემდეგი იდეალური დიეტის ძებნა. არამედ აირჩიოთ ყველაზე მაღალი სარგებლობის საკვები, რომლებიც კვლავ და კვლავ ჩნდება ყველა კვლევაში და მეტა-ანალიზში, რომელიც გულის დაავადებებზეა ჩატარებული. და დარწმუნდეთ, რომ შეიტანთ მათ თქვენს რუტინაში, როგორიც არ უნდა იყოს ის. და როცა ამ საკვებს განვიხილავთ, მინდა ასევე განვიხილო ის საკვები, რომლებსაც ყიდიან როგორც გულისთვის სასარგებლოს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ მათთან. და ვიდეოს ბოლოს განვიხილავ საუკეთესო ვარჯიშს და ერთ კარგ დანამატს, რომელსაც ნამდვილად კარგი მტკიცებულებები აქვს, რომ დაგეხმაროთ ფოლაქების უფრო სწრაფად შებრუნებაში. სანამ საუკეთესო საკვებს განვიხილავთ, უნდა გაიგოთ, როგორ ვითარდება ფოლაქები საერთოდ. რადგან თუ გაიგებთ ამ პროცესს, შეძლებთ უფრო ზუსტად შეარჩიოთ, რომელი მაღალი სარგებლობის საკვები გჭირდებათ. რადგან ყველას ინდივიდუალური გარემოებები და რისკები განსხვავებულია. და რაც ერთ ადამიანზე მუშაობს, შეიძლება თქვენთვის არ მუშაობდეს. არტერიული ფოლაქების დაგროვება არ არის მარტივი პროცესი. ეს არ არის მხოლოდ მაღალი ქოლესტერინი და არა მაღალი შაქარი, ან მაღალი წნევა, ან ანთება. ფოლაქი წარმოიქმნება ენდოთელიუმის დაზიანების სრული ქარიშხალით, რაც უბრალოდ დაზიანებაა სისხლძარღვების შიდა ზედაპირს მოქებული უჯრედების თხელი ფენის. შემდეგ LDL ნაწილაკები, რომლებიც შეიცავენ ApoB-ს, აღწევენ სისხლძარღვის კედელს. შემდეგ ანთება ჟანგავს ამ ნაწილაკებს და სწორედ ეს იწვევს იმუნურ სისტემას, რომ ჩაერთოს და შეეცადოს დაზიანების შეკეთებას, მაგრამ სამაგიეროდ ფოლაქს კიდე უფრო დიდს ხდის. და რაც უფრო მეტია ჟანგვითი სტრესი გარემოში, მით უფრო მეტად მეორდება ეს ციკლი. ამიტომ მაღალი სარგებლობის საკვები, რომლებიც უნდა შეიტანოთ თქვენს რეჟიმში, უნდა მიზნად ამახვილონ ყველა ამ მექანიზმს. შეამცირონ ApoB და ანთება. გააუმჯობესონ ნიტრიკის ოქსიდი, რაც ამცირებს წნევას და იცავს ენდოთელიუმს. და საბოლოოდ უნდა დაწყნარონ ის ზედმეტად აქტიური იმუნური რეაქცია. თუ გადახედავთ ყველა მთავარ კვლევას და მეტა-ანალიზს დიეტების შესახებ, რომლებიც ათეროსკლეროს ეხმარებიან, ერთი ნიმუში, რომელიც გამოირჩევა, არის საკვები, რომლებიც მდიდარია ლიკოპინით. ლიკოპინი არის კაროტინოიდი, რომელიც ძირითადად გვხვდება წითელ და ვარდისფერ ხილსა და ბოსტნეულში. იღებთ მას პამიდორში, გუავაში. საზამთრო ბევრ ლიკოპინს შეიცავს. ვარდისფერი გრეიპფრუტი, პაპაია. და ლიკოპინი ეხმარება, რადგან ის წარმოუდგენლად ძლიერი ანტიოქსიდანტია. და ფოლაქების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ჟანგვითი სტრესი, რომელიც იწვევს უჯრედების დაზიანებას. ლიკოპინს შეუძლია შეცვალოს ეს მავნე რეაქტიული ჟანგბადის სახეობების მიზანმიმართვით. და გვაქვს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ მაღალი კაროტინოიდების დონემ შეიძლება შეანელოს ათეროსკლეროზის ადრეული სტადიები. იყო დამკვირვებლობითი კვლევა ფინეთიდან, რომელმაც ვარაუდობს, რომ ლიკოპინმა ან დამუშავებული პამიდრის მიღებამ შეიძლება შეამციროს კაროტიდული ათეროსკლეროზი. კიდევ ერთი განმეორებადი თემა, რომელსაც ვხედავ ყველა ამ კვლევაში, არის ფიტოსტეროლები, რომელიც უბრალოდ ბუნებრივი მცენარეული ნაერთია, რომელიც გვხვდება თხილეულში და თესლებში, განსაკუთრებით სელის თესლსა და სეზამის თესლში. ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ფიტოსტეროლები პარკოსნებში, მარცვლეულში და ბევრ ხილსა და ბოსტნეულში, როგორიცაა სტაფილო, ბროკოლი, ავოკადო და ბევრ ფოთლოვან მწვანეში. ფიტოსტეროლები თითქმის იდენტურად გამოიყურებიან ქოლესტერინთან და როცა მათ ჭამთ, ისინი კონკურენციას უწევენ ქოლესტერინს ნაწლავებში შეწოვისთვის, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები ქოლესტერინი გადის და შეიწოვება. მაგრამ მაგია არა იქ ხდება. რადგან სისხლში არსებული ქოლესტერინის უმეტესობა არ მოდის ჩვენს მიერ ჭამილი ქოლესტერინიდან. ეს არის ქოლესტერინი, რომელსაც ჩვენი ღვიძლი წარმოქმნის შიდაგან. ამიტომ მთელი პროცესი ასე მუშაობს, რომ ღვიძლი გრძნობს შეწოვილი ქოლესტერინის ვარდნას და რადგან ღვიძლი ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი ქოლესტერინის ბალანსი და ჰომეოსტაზი, ის იწყებს მეტი LDL ნაწილაკის გამოყვანას სისხლის ნაკადიდან. დროთა განმავლობაში თქვენ საბოლოოდ ნაკლებ LDL-ს იღებთ, რომლებიც ApoB-ს ატარებენ და რომლებიც თქვენს არტერიებში გადადიან. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან LDL და უფრო ზუსტად ApoB დადასტურებულია, რომ იწვევს გულის დაავადებას.
თუ გადახედავთ მეტაანალიზებს და მენდელიანური რანდომიზაციის კვლევებს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ათეროსკლეროზის. ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, მაგრამ გასაღებია ფოლაქების განვითარებაში. და გვაქვს რამდენიმე მეტაანალიზი, რომლებიც აჩვენებენ, რომ მეტი ფიტოსტეროლის ჭამამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი LDL, საშუალოდ დაახლოებით 14 მილიგრამით დეცილიტრზე. კიდევ ერთი საკვები, რომელიც აუცილებელია ფოლაქების შებრუნებისთვის, არის ფლავონოიდები, რომლებიც უბრალოდ ბუნებრივი ნაერთებია, რომლებიც გვხვდება ხილში, როგორიცაა კენკრა, ვაშლი და ფორთოხალი. ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ისინი ხახვში და ფოთლოვან მწვანეებში და ბევრი ფლავონოიდია მუქ შოკოლადში. ასე მუშაობენ ისინი. როცა ფოლაქი გროვდება სისხლძარღვებში, ის იწყება LDL ნაწილაკების დაჭერით და დაზიანებით სისხლძარღვების შიდაგარსში. და ეს LDL ნაწილაკი იჟანგება, რაც მთელ ტერიტორიას ძალიან წებოვანს ხდის. ამიტომ თეთრი სისხლის უჯრედები, რომელსაც მაკროფაგები ეწოდება, იზიდება იქ და იწვევენ ანთებას. და მთელი ეს პროცესია, რომელიც ფოლაქს ზრდის. სწორედ აქ შემოდიან ფლავონოიდები. ისინი ამცირებენ ადჰეზიური მოლეკულების გამოხატულებას. ძირითადად ისინი არტერიულ კედლებს ნაკლებად წებოვანს ხდიან, ამიტომ ნაკლები უჯრედი ემაგრება და ეს თავის მხრივ ამცირებს ანთებას და ეხმარება მაკროფაგებს უფრო მშვიდად იმუშაონ. ამიტომ ისინი არ აქცევენ LDL-ს დაზიანებულ და ჟანგიან ფორმაში. და ფლავონოიდების ერთი ქვეჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის კატექინები, რომლებსაც მწვანე და შავ ჩაიში პოულობთ. იყო მეტაანალიზი, რომელმაც განიხილა 9 პერსპექტიული კვლევა და აჩვენა, რომ დღეში 3 ან მეტი ჭიქა მწვანე ან შავი ჩაის დალევა დაკავშირებულია ინსულტის რისკის 21%-იან შემცირებასთან, იმასთან შედარებით, ვინც დღეში ერთ ჭიქაზე ნაკლებს სვამდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერი საკვები ნუტრიენტი არის ექსტრა ვირჯინიის ზეითუნის ზეთი. ეს ბევრ კვლევაში ჩნდება და მაღალი მიღება დაკავშირებულია მნიშვნელოვან შემცირებასთან მთავარ გულ-სისხლძარღვთა მოვლენებში, როგორიცაა გულის შეტევები. ზეითუნის ზეთი ძალიან მდიდარია პოლიფენოლებით და მონოუჯერი ცხიმებით, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური და ანტიანთებითი თვისებები. ამიტომ ისინი ეხმარებიან დაზიანებული ენდოთელიუმის ან არტერიული შიდაგარსის გასწორებას. ამის თავზე ზეითუნის ზეთი ასევე ეხმარება ინსულინის მგრძნობელობას და ამცირებს ანთებას. ამიტომ მექანიკურად თქვენ მიზანში ამახვილებთ ათეროსკლეროზისკენ მიმავალი რამდენიმე საფეხურს. კიდევ ერთი საკვები, რომელიც დაგეხმარებათ, არის ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია ან სარდინები. ეს თევზები მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, განსაკუთრებით EPA და DHA, რომლებიც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. არსებობს კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში ერთხელ 3-ჯერ ჭამდნენ ცხიმიან თევზს, ჰქონდათ გულის დაავადებებისა და ინსულტების დაბალი რისკი. და შემდეგ გვაქვს მულტიეთნიკური კვლევა ათეროსკლეროზზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გრძელვადიანი კვლევაა გულის დაავადებებზე, რომელმაც აღმოაჩინა, რომ უფრო მაღალი DHA დონე დაკავშირებული იყო კაროტიდული ფოლაქების პროგრესირების 12%-იან შემცირებასთან. ეს არის ფოლაქი, რომელიც ინსულტებს იწვევს. ეს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აწყნარებენ იმუნურ რეაქციას, რომელიც აუარესებს ფოლაქებს და ასევე ზრდიან ნიტრიკის ოქსიდის წარმოებას, რაც სტაბილიზაციას უკეთებს ფოლაქს და ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ გლოპოს და გამოიწვიოს თრომბები და პრობლემები ქვევით. როცა საქმე ათეროსკლეროზს ეხება, არ კმარა სწორი საკვების ჭამა, არამედ იმდენადვე მნიშვნელოვანია შეზღუდოთ გარკვეული საკვები, განსაკუთრებით ის საკვები, რომლებიც ძალიან ანთებითია. ასე რომ არავის გასაკვირს, მაგრამ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ დამუშავებულ ნახშირწყლებთან, როგორიცაა საკონდიტრო ნაწარმი და მარცვლეული, და ნებისმიერი საკვები, რომელიც სავსეა შაქრით ან ფრუქტოზით. ზოგიერთი ყველაზე ხშირი დამნაშავე, რომელსაც ვხედავ, არის საკვები, რომელსაც რეკლამირებენ როგორც გულისთვის სასარგებლოს, მაგრამ სინამდვილეში გაწყენინებენ თქვენ. არომატიზებული იოგურტები. ბევრი მათგანი სავსეა დამატებული შაქრით, ამიტომ გაცილებით უკეთესია იყიდოთ უბრალო სრული ცხიმიანი იოგურტი და თავად დაუმატოთ საკუთარი დამატკბობელი გემოსთვის. ამ ეტაპზე უმეტესობა მიცის, რომ უმეტესი საუზმის მარცვლეული ძირითადად დესერტია და უბრალოდ დამუშავებული შაქარია. მაგრამ არსებობს ალტერნატივები, რომლებიც თავს იჩინენვე როგორც ჯანსაღებს, მაგრამ სინამდვილეში არ არიან გაცილებით უკეთესები. ვგულისხმობ ბევრ საუზმის ბარს ან გრანოლას ბარებს. დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ინგრედიენტების ეტიკეტები, რადგან ბევრი მათგანი კვლავ სავსეა შაქრით, უბრალოდ უფრო ჯანსაღი შეფუთვით. და კიდევ ერთი მზაყვარი საკვები, რომელსაც ყოველთვის ვახსენებ, არის წვენები. თუ სვამთ ვაშლის ან ფორთოხლის წვენს, ნებისმიერი ტიპის წვენს, სავარაუდოდ ბევრ დამატებულ შაქარს იღებთ. მაგრამ თუნდაც ბოთლზე ეწეროს, რომ არ არის დამატებული შაქარი, ან მხოლოდ ბუნებრივი შაქრებია. ეს შაქრები შეიძლება ბუნებრივი იყოს, მაგრამ ისინი კვლავ შეიწოვება ძალიან კონცენტრირებული ფორმით.
და კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ამ წვენებს არ მოყვება დამცავი ბოჭკო, რომელსაც ჩვეულებრივ ვიღებთ ახალი ხილიდან. ასე რომ, როგორც ადრე ვახსენე, ახალი ხილი საოცარია და გულისთვის სასარგებლოა, მაგრამ ძალიან ადვილია შაქრის და ფრუქტოზის გადაჭარბება, თუ მას თხევად ფორმაში იღებთ. ბონუსად აქ არის რამდენიმე არასაკვები რამ, რაც ასევე დაგეხმარებათ ათეროსკლეროზის შებრუნების დაჩქარებაში. პირველ რიგში არავის გასაკვირს, მაგრამ ვარჯიში უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის. მაგრამ არსებობს ერთი ტიპის ვარჯიში, სადაც ჩვენ რეალურად გვაქვს მტკიცებულება, რომ მას შეუძლია შებრუნოს არტერიული ფოლაკები. იყო რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ჟურნალში და აჩვენა, რომ მხოლოდ 6 თვე ზედამხედველობითი მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში, ან HIIT, აჩვენებდა ფოლაკის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას. და რაც განსაკუთრებით საოცარი იყო, ფოლაკის მოცულობის რეგრესია 6 თვის შემდეგ ცოტა უფრო დიდი იყო, ვიდრე რაც სტატინების ჩარევით დაფიქსირდა. ახლა, იმიტომ რომ ათეროსკლეროზი არის დაავადება, რომელიც ვითარდება ბევრ წელს და 10 წლეულებს, ჩვენ არ ვიცით, როგორ თარგმნის ეს რეალურ კლინიკურ შედეგებზე, მაგრამ კვლევის საწყისი შედეგები საკმაოდ საოცარია. ვარჯიშის მიღმა არსებობს ერთი დანამატი, რომელიც მინდა გამოვყო, რომელსაც რეალურად აქვს კარგი მტკიცებულებები გულის ათეროსკლეროზის პროგრესირების შენელებაში, და ის არის დაძველებული ნიორის ექსტრაქტი. იყო ორმაგად ბრმა, რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ დაძველებული ნიორის ექსტრაქტს შეუძლია სტაბილიზაცია გაუკეთოს სუსტ ფოლაკებს. და იყო კიდევ ერთი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ჯგუფს, რომელიც 1 წლის განმავლობაში იღებდა დაძველებული ნიორის ექსტრაქტს, ჰქონდა გულის არტერიების კალციფიკაციის ნაკლები პროგრესირება და გაუმჯობესებული წნევა. კიდევ ერთი ბონუს ტაქტიკა, რომელსაც ვურჩევ ჩემს პაციენტებს, რომელმაც შეიძლება გააუმჯობესოს გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობა, არის საუნის თერაპია. ეს არ არის ის, რაც გვაქვს პირდაპირ მტკიცებულება, რომ საუნა სტაბილიზაციას ან რეგრესიას უკეთებს ფოლაკს, მაგრამ ბევრი ირიბი კავშირია. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ კავშირს საუნის მიღებასა და ენდოთელიუმის ფუნქციის გაუმჯობესებას შორის. და არის მეტაანალიზები, რომლებიც აჩვენებენ, რომ საუნა ეხმარება წნევას. უმეტესი მტკიცებულება დაფუძნებულია დამკვირვებლობით და მექანისტურ მონაცემებზე, მაგრამ საკმარისი ირიბი მონაცემია, რომელიც უჭერს მხარს მის სარგებელს. არა მხოლოდ გულის დაავადებასთან დაკავშირებით, არამედ დაკავშირებულია ყველა მიზეზით სიკვდილობის მნიშვნელოვნად დაბალ რისკთან. ამიტომ მიმდინარე არასრულყოფილი მტკიცებულებების საფუძველზე მაინც ვფიქრობ, რომ ღირს გამოცდა, თუ საუნაზე წვდომა გაქვთ. იმედი მაქვს სასარგებლო იყო.